ფრაქცია ქართული ოცნება რადიკალური ჯგუფების ზიზღის და სიძულვილის კამპანიაზე სამართლებრივ დავას იწყებს. საჩივრით მიმართავს შინაგან საქმეთა სამინისტროს იმ პირთა წინააღმდეგ, რომლებიც სოციალურ ქსელებში სიძულვილის ენისა და ტერორის პროპაგანდით სახელმწიფო ინსტიტუტების დისკრედიტაციას ცდილობენ. საკითხს უკვე მოყვა გამოხმაურებები პოლიტიკურ სპექტრში. მეგი ნარსავიძე გაგვაცნობს შეფასებებს. მიმდინარე წლის თებერვალში საქართველოს პარლამენტში მიღებული საკანონმდებლო ცვლილებების მიხედვით სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირის მიმართ შეურაცხყოფელი ქმედება იწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას, ჯარიმას ან ადმინისტრაციულ პატიმრობას. სწორედ ამ მუხლის გათვალისწინებით ფრაქცია ქართული ოცნება მიმართავს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჩივრით იმისთვის, რომ მოხდეს რეაგირება სიძულვილის კამპანიაზე, რომელსაც ყოველდღიურად ხვდებით სოციალურ ქსელებში. მმართველი გუნდის წევრები აცხადებენ, რომ ეს კამპანია არის წახალისებული კონკრეტული პოლიტიკოსების თუ ელჩების მხრიდან, ასევე იმ ორგანიზაციების მხრიდან, რომლებიც სოლიდურ დაფინანსებას იღებენ უცხოური ფონდებიდან. დღეს ასევე მმართველი გუნდის წევრებმა განმარტეს, რომ ეს არ ნიშნავს, ეს ცვლილებები არ ეხება კრიტიკას ან გამბუხატვის თავისუფლებას, ეს ეხება მხოლოდ იმ შეურაცხყოფას, რომელსაც საზოგადოება ქართული ოცნების წევრების მიმართ ყოველდღიურად სოციალური ქსელებიდან ისმენს და მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ მნიშვნელოვანია რეაგირება იმ შეურაცხყოფაზე, რომელსაც არაერთი მოწოდების მიუხედავად ელჩები არ გაემიჯნენ. 2025 წლის თებერვალში საქართველოს პარლამენტში განხილული და მიღებული იქნა კანონი, რომლის მიხედვითაც საჯარო მოსამსახურეებს, სახელმწიფო პოლიტიკურ თანამდებობის პირებს, საჯარო მოხელეებს აქვთ შესაძლებლობა, რომ თავიანთი უფლებები იყოს დაცული, თუ ადამიანები გადაწყვეტენ, რომ მიაყენონ შეურაცხყოფა, მათ მიმართ განხორციელებული ლანძღვაგინება, შეურაცხყოფელი გადაკიდება, ნებისმიერი შეურაცხყოფელი ქმედება არის კანონით დასჯადი, ზუსტად ისევე დასჯადი, როგორც არის ეს სხვადასხვა ქვეყანაში, მაგალითად გერმანიის მაგალითი, საფრანგეთის მაგალითი, დიდი ბრიტანეთის მაგალითი, სადაც არათუ ჯარიმები ან ადმინისტრაციული პატიმრობა, არამედ სისხლისამართლებრივი პასუხისმგებლობა არის გათვალისწინებული ადამიანების შეურაცხყოფისათვის და მათი ლანძღვაგინებისათვის. და აქ არის საუბარი კრიტიკაზე. კრიტიკა, რა თქმა უნდა, არის დაცული და ყველას აქვს უფლება, რომ თავისი აზრი ქონდეს. კონკრეტული თანამდებობის პირების მიმართ გამოხატულ აგრესიას, ლანძღვაგინებას, რომელიც საჯარო სივრცეში, მათ შორის მედია საშუალებებით, ინტერნეტ სივრცეში არის ეკესოდენ მომრავლებული და ეს სიძულვილის კამპანია, რომელიც არის ამწუხაროდ დაფინანსებული უცხოეთიდან, ამ ყველაფერმა მიიღო ძალიან სამწუხარო და მასშტაბური ხასიათი. საკანონმდებლო რეგულაცია სწორედ იმიტომაც არსებობს, რომ სახელმწიფო იყოს ამ შემთხვევაში ადეკვატური და მოახდინოს შესაბამისი რეაგირება. როგორც კი ამ ყველაფერს გაემიჯნება ევროკავშირის ელჩი, სხვადასხვა სახელმწიფოების ელჩები თუ ფონდები, იმ წუთიდან მყისიერად მოხდება რადიკალებისთვის, აი მათთვის ესოდენ საჭირო მაცოცხლებელი ენერგიის შეწყვეტა პიარული და პროპაგანდისტული კუთხით, რაც ნიშნავს ევროპიდან ხარდაჭერას. სახელმწიფო გუნდში ყურადღებას ამახვილებენ იმაზე, რომ მნიშვნელოვანი არის რეაგირება მოხდეს შეურაცხყოფის კამპანიაზე და ასევე აქცენტს აკეთებენ იმაზე, რომ მნიშვნელოვანია ასევე გაემიჯნონ ის სალჩვები ამ სიძულვილის და ზიზღის კამპანიას, რომელიც წახალისებულია სწორედ კონკრეტული ელჩების, დიპლომატების თუ პოლიტიკოსების მხრიდან. მადლობა მეგი, ქრონიკის პირდაპირ ეთერში მეგი ნარსავიძე საუბრობდა.